და ულამაზესი გოლი აკაკი გიუნაშვილისა. თითქოს ადრე დაამტირა დარტყმა, მაგრამ აი აუხებელთა კატეგორიას განეკუთვნებოდა ეს დარტყმა, როგორ მოჭრა გიუნაშვილმა. ძალიან გვილია ატრიალდა გვილია ბურთი დარჩა ბერელიძეს შემდეგ იქ ითამაშა ქუთათელაძე ადვილაძე უბრალოდ დაცვაში კარგად ბიც 3 აქვს და აი ციფრებიც მეტყველეთ ჯერჯერობით ნახევარი სეზონი არა რაღაც გარკვეული ნაწილი მესამედი პოზიციიდან გატანილი გოლები მრავალფეროვანი გოლები არის და ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ თანამედროვე სამ მატჩში 9 გოლი. გორის დილომ ესეც აუცილებლად საინტერესო და 10 გაიტანა შეფა როგორც ერთი ასევე მეორე გუნდი მედარწმუნებული ვარ მოსაგებად გაიწევს და მათთვის თავარი ამ შეხვედრაში 3 გოლი და გიუნაშვილს. კამპასია ხალაძე გიუნაშვილი გიუნაშვილი თავად გაიარა და შემდეგ ლაკვახელიანი შეიწია კვლავ ცენტრისკენ კარგი გათამაშება გიუნაშვილი რა მაგრა დაატრიალა მაიროვიჩის წინააღმდეგ გიუნაშვილი კვლავ ამელში რომ ოფიციალურად გასული იქნება მოიპოვებს დავით ყიფიანის სახელობის თასს ასეთ შემთხვევაში მეოთხე ადგილოსთან გუნდიც გავა გაგრიძემ პენალტი ვერ გამოიყენა სამაგეროდ ნიკა გაგრიძე მალევე მოახერხა იმ პირველი გატანილი გოლის შემდეგ და საგოლე გასული სეზონი სანდრედიაში გადარა მანამდე იყო ქუთაისის ტორპედოში გადმოვიდა ზოგადად საქართველოს ჩემპიონატში ამ გუნდში დაიწყო ასპარეზობა მაგრამ გოლი არ გაუტანია ნახოთ ეს მომენტია შორი მანძილიდან დაარსდა სახიფა შუა კარგი იყო ხოზე უნდა ვთქვათ რომ სკოხეთის ღირსებას იცავდა ცოტა ხნის წინ აქ გოლი გადის და თამაშგარე მდგომარეობა საჯარიმოში დარტყმა კარგი პასი ანდრიჩი თუ მიუსწრებს ამ ბურთს კარგი
კარგი მომენტია არდაზიშვილის გამჭოლი პასი საჯარიმოს გაგრას ფეხბურთელები დათმო მატჩი იბერიასთან და რეალურად დინამო ბათუმისთვის თავშეძლო იქნება საფრანგეთს Young fan. ყოველთვის არის ხოლმე ბრძოლა და წელსაც ისეთი სეზონი მივიღეთ, სადაც არაფერი არ არის გარკვეული საერთოდ. ჩაწოდება ვნახოთ საჯარიმოში დინამოელები აქტიურობენ ნინუა და გამოვიდა დარტყმა, მაგრამ აქ შეუძლია გვასალიას დაარტყა, პასი გამოვიდა დარტყმა კიდევ ერთი ამჯერად ხარაიშვილი, რომლებიც გადადიან ისეთ გუნდებში, რომლებიც თამაშობენ UEFA ტურნირების ძირითად ბადეში, მაგალითად ლოტომარ იმრანი ნოაში და ასე შემდეგ. ვაწაძემ დაარტყა დინამო თბილისის ხარაიშვილი, კარგი თამაში აქვს ერთ-ერთი საუკეთესოც არის მოედანზე, მოკლე პასი მორჩილაძეზე, რომელიც გაერგვა სიტუაციაში, მაგრამ მეორე გოლში დატრიალდა, წაიქცა და კარგა ბურთი. ადრიანმა იბრძოლა და ასრო ბეგიჩს, შემდეგ გიუნაშვილმა დაასწრია თანაგუნდელი კარგად და აუტყა. ამ ტურში ვიხილეთ რამდენიმე ხეთრე გაიხსნა და გუნდები შევიდნენ ასე ვთქვათ გამწყვეტ ბრძოლაში. წყალტუბოელებმა ძალიან მნიშვნელოვანი ორი გამარჯვება მოიპოვეს. აქ ვნახოთ რა მოხდება, დიტო ფაჩულია შედის საჯარიმოში, ფაჩულიას პასი და გადარჩა ამ ეპიზოდში წყალტუბოს სამურალი. კარგი სიტუაცია იყო ნამდვილად. დიტო ფაჩულიას რჩება შემდგომ ობურთი პონდის ობურთი ჩაიჭრა გიუნაშვილმა ჩაჭრა ეს გადაცემა. ხიაკაკი გიუნაშვილი 6 ამარ ბეგიჩი 7 გიორგი ხარებავა 8 რომან პლიუსში 16 გიორგი ახალაძე 19 სანდროვალი ფეხბურთელმაც გაიბრწყინა ევროპის ჩემპიონატზე მოხდა ეს ეპიზოდი ნახოთ მოხდა საფრანგეთში ის გოლად ქცევაც რაც გაითამაშა ბიგის იშახანა ბობატირთან გაუშვეს თუმარგულს, თუმცა აქ დილას მოთამაშეება მოახერხეს ბურთის კიდევ ერთხელ მოპოვება ძალიან კარგად და კარტველაზე ის გადაცემა ძალიან სახიფათოა. შეყილაძე შევიდა საჯარიმოში და ბრწყინვალეთ მოქმედებს აკაკი გიუნაშვილი, რომელმაც აქ ზონას ამაგრებს კაბიძია მარჯვენა ფლანგიდან ერთი შეხები ძალიან ტექნიკური შეუძლია ძალიან კარგად ამის გაკეთება გააკეთა კიდევაც ველისოლი მარჯვენა ფრთიდან არაფერი არ მუშა გიუნაშვილის გადაცემა არასწორი არაზუსტია და შანსი მისცა ლიმოვი რადიკალს დავით კრასოვსკი, დავით ბრაჩუ, დავით ზურაბიელი, გაბრიელ ბასი, ფერეირა. ამასობაში შეტევაზია უდაესის ტორპედო. გადროშაური ამოვება თარში გიორგაძეს. პირესი საჯარიმოშია. აუტაუტენ მაინც ბრაზილიის იონსონი. იყო სამტრედია თელავონთან შემდეგ და აგერ მეორე სეზონია თურგუნდში. აბა ეს ეპიზოდი ვნახოთ ერთ-ერთზე აქ და გადაწყვეტი პირესი. ოპედოსთვის ეს პასი ოდნავ არაზუსტი იყო, თორემ ჩანაფიქრი იდეალური. მერე მარჯვენა სკრიპტი და კიდევ უფრო მეტად ფლანგისკენ გადადანგილი ბურთი
ჩაწოდება საგანგებებლად ანგარიშის ფოთელებს ანგარიშის შესანარჩუნებლად. ჩაწოდება კოცირიძე არის მომენტი კიდევ ერთი დარტყმა და ხასიათს აქაც ბრძოლისთვის, თუმცა პაპავა მაგ უკვე მოახერხა ბურთის მომპოვებას და მე მინიმუმ მაგრამ ეს რომ ვერ მოახერხონ, მაშინ უნდა უგულშემატკივრო გორის დილას და იბერია 1999-ს, რომ მათ მოახერხონ თასის მოგება. ის რიგებში ის რუსეთში გააგრძელებს კარიერას, თუმცა ჯერჯერობით გაურკვეველია მაინც საბოლოო ჯამში. ეს ყოველგვარია შემოდგა 22 დასწრება პრეზიდენტის გამარჯვება და თავისი არის შემოდგა გიურიშვილი ახალ გამარჯვებას. საჯარიმოში იოსენი დაარტყა ამჯერადაც ვერ გაიგო ჩაწოდა ნარტყმა ვერ მოახერხეს ყოჩახოთი სიუკაევი დელი დარტყმით გაგზავნა მოთმეტოჩის ნახევარზე გიურიშვილი ბალაღანა კარდაზეშვილი საბაზოიძეს სოლიძე ჩააწუდეს Young fam. ოშეტი გოცირიძე დაარტყა და უყარა всё ბოლაშიძე კიდევ ერთი პასი იუნაშვილი არცდება და წამოიღებს ახლა გულს და დაიწყებს სეკუნდის იეჩს იზოჩი კარგი გადმოტანა პაპავაზე გადაცემა ლევან პაპავამ ჩამოიღო ბურთი დაკმა გარის მიმართულებით გიუნაშვილი ამჯერადაც ფაჩულია ევგენი ლეშჩინსკიმ მიიღო წითელი ბარათი ამასაც შეგახსენებთ მატჩის მე 40 წუთზე როდესაც ხიში ვარ